პაატა ბურჭულაძეს, მურთას ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აუკრძალეს. პატიმრებს შეზღუდვები პროკურატურის მოთხოვნით დაუწესდა, თუმცა რა გახდა მოტივი უცნობია. ადვოკატებისთვის დოკუმენტი ჯერ არ გადაუციათ. კრემლი ტომაჰავკის რაკეტების უკრაინისთვის შესაძლო გადაცემით შეშფოთებულია და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ამ რაკეტებს ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია. ტომაჰავკებს აქვს დიდი მოქმედების რადიუსი, შეიძლება იყოს ბირთვული ან არაბირთვული, მაგრამ ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის, ამბობს პესკოვი. უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი გაათავისუფლეს და ფრონტის ხაზზე თითქმის 4 კილომეტრით წაიწიეს წინ. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ბატალიონის მებრძოლების ინფორმაციით დასახლებები ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა. თითქმის 3 კვირაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიისგან გათიშულია, წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. სიბიგა ბირთვულ საფრთხეზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ რუსეთმა განზრახ გაწყვიტა სადგურის კავშირი უკრაინის ქსელთან. ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ რუს სამხედროს რუსეთში 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მიზეზი ინტერვიუ გახდა, რომელიც ტყვეობაში ყოფნის დროს მან უკრაინელ ჟურნალისტს მისცა. პაվել გუგუევი უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაში ცნეს დამნაშავედ.